გამარჯობათ. მომხმარებლის დაბრუნება პროდუქციის ვითომ ხარისხზე აქცენტით და ძვირფასით ყველა სფეროში რომ მოსული ამბავია, ალბათ ძალიან გულუბრყულებებისა და გონებაჩლუნების გარდა ყველა მისის და ამ მხრივ ორგანულ და ბიომეურნეობაში გამოსაყენებელი პრეპარატები და სასუქებიც არ არის გამონაკლისი. ეხლა უბრალოდ დაბრუნებაზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ, რადგან ტიპიური შემთხვევები, რომლებსაც ეხლა განვიხილავ, საუბარი იქნება აშკარად ყუილზე. თან ეს როგორ ჩანს, მარტო ქართული მოვლენა არ არის, სხვაგანაც ხდება იგივე. ფაქტია, რომ გაყიდვაში არსებულ არაერთ სასუქს და მცენარეთა დაცვის საშუალებას არასწორად აქვს ეტიკეტზე წარწერა დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში, რითაც მწარმოებელს შეცდომაში შეხავს ჩვენი ფერმერები და მოყვარული მეურნეები და ასეთ პროდუქციას არავინ არ დაასდებს საქართველოში. სხვა შორის არც სხვაგან იწუხებენ დიდად თავს. კაცმა რომ თქვას, დაშვებული როგორ არ არის კაცო? კი არავინ უკრძალავს ფერმერს არასწორად ეტიკეტირებული სასუქების ამ პრეპარატების გამოყენებას. კი არავინ დაიჭერს, მაგრამ შეიძლება ბიოსერტიფიკატი დაკარგოს თუ გაუგეს და მოყვანილ პროდუქციას ბიოხარისხი აღარ მიეცეს, რითაც მისი გაუფასურება მოხდება. ამიტომ ვიმეორებ, არასწორად რეკლამირებულ ეტიკეტირებული პროდუქციის გაუაზრებლად ნდობამ შეიძლება მიგვიყვანოს ბიომეურნეობის სტატუსის დაკარგვამდე. ინსტრუქციით სწორად გამოყენების შემთხვევაში მოსავალს არ დავკარგავთ, უпростоრად რაოდენობრივად კარგ მოსავალსაც კი მივიღებთ, მაგრამ ეს მოსავალი აღარ იქნება ბიოხარისხის. მაგალითად განვიხილოთ იტალიელი მწარმოებლის მიერ წარმოებული ფუნგიციდი RAME30, რომლის შემადგენლობაც გახლავს. სპილენძის ოქსიქლორიდი, სადაც მეტალური სპილენძი კუპრუმი არის 30%, წყალში ხსნადი ბორი არის 0,5% და თუთია იგივე ცინკის ეთტაქელატი არის 0,1%. ფასებზე აღარ გვაინტერესებს, შეჩერება მწარმოებელი არის ETENE SRL იტალია და მას აწერია, რომ დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში. დავიწყოთ იმით, რომ ბიოლოგიურ და შესაბამისად ორგანულ მეურნეობაში არ დაიშვება სინთეტიკური ნაერთები და მძიმე მეტალების სუფთა ფორმით და მხოლოდ ქელატური ნაერთების გამოყენებაა ნებადართული. მაგრამ ქელატ წარმომქმნელი ნივთიერება უნდა იყოს ასევე ბუნებრივი, მაგალითად ლიმონმჟავა ან ამინომჟავა გლიცინი. ხოლო ედეტა, რომელიც არის ეთილენ დიამინ ტეტრაძმარმჟავა, არის სინთეზური ნივთიერება. ის გროვდება გარემოში, იშლება ნელა. ამიტომ კატეგორიულად აკრძალულია მისი გამოყენება ბიომეურნეობაში. თუ ნიადაგში არის ტყვია, შეიძლება გამოიწვიოს ტყვის მობილიზაცია ხსნად ფორმაში გადაყვანა და მერე ეს ტყვია აღმოჩნდეს მცენარეებში. რეალურად ყველა წესის დაცვით ეს ორგანულ მეურნეობაში არ უნდა იქნეს დაშვებული. არ ვიცი რა ჩააწყო მწარმოებელმა ევროპული ზედამხედველობის ორგანოებში თუ ევროპის გარეთ მომხმარებელს გვაბოლებს უბრალოდ. მაგრამ ვისაც დაკანონებული სასაქონლო ბიომეურნეობა გაქვთ, ეს ფუნგიციდი არ გამოიყენოთ. მასში მთავარი მოქმედი ნივთიერება არის სპილენძი, რომელიც განურჩევლად ხოცავს როგორც მავნე, ისე სასარგებლო მიკროსკოპულ სოკოებს. ანუ თუ ვთქვათ ფიტოფტორას მოკლავს, ის მოკლავს ტრიხოდერმასაც. ასევე თუ ინსექტიციდად ბოვერიას ან მეტარიზიუმს იყენებთ, მათი განადგურება მოხდება და მათი ეფექტი მკვეთრად შემცირდება. ეს ერთადერთი ასეთი პროდუქტი არ არის. აი კიდევ ვიხილეთ იტალიური ფირმის კომპლექსური მინერალური სასუქი Iron Green, რომელსაც ასევე ეტიკეტზე აწერია, რომ დაიშვება ორგანულ მეურნეობაში, რაც არის ტყუილი.
ეხლა სასუქი, რომელიც საერთოდ სინთეზურ კალიუმს, ფოსფორს და აზოტს შეიცავს, დიდი რაოდენობით ხელატური ფორმითაც არ დაიშვება. აი ბორი, მაგნიუმი, რკინა და სხვა მიკროელემენტები ხელატური ფორმით დასაშვებია, ოღონდ ხელატარმომქმნელი აგენტიც ბუნებრივი უნდა იყოს. ამ სასუქში კი ხელატური აგენტი არის EDTA, რაც ვიმეორებ დაუშვებელია ბიომეურნეობაში. აი NPK-ი, ანუ აზოტი, ფოსფორი, კალიუმით მდიდარი სასუქი ხელატურადაც არ არის დასაშვები. აბა რა გითხრათ, ასეთი ტყუილები განვითარებულ ქვეყნებშიც მოსულია და თუ ჩვენაირებს ატყუებენ მარტო არ ვიცი, არც იმას გამოვრიცხავ, რაიმე სერტიფიკატიდან ებართვა ჰქონდეთ. უკანონო ჩაწყობასაც არ გამოვრიცხავ. ან შეიძლება იტალიაში არის განსხვავებული კანონები, არ ვიცი, მაგრამ რასაც ვხედავ ეტიკეტზე, წინააღმდეგობაშია ევროპულ და შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობასთან და ევროპულ რეგულაციებთან 2018-848 და 2021-1165. მთავარი მიზეზი, რის გამოც ამას აკეთებენ მწარმოებლები, არის რეკლამა ჩვეულებრივი მეურნეობის თვალში. კომერციულმა ბიომეურნემ ხშირად ძალიან კარგად იცის, რისი გამოყენების უფლება აქვს და რისი არა, იცნობს პრობლემასაც. შესაბამისად უფრთხილდება საკუთარ სერტიფიკატს და სანამ რაიმე ახალს გამოიყენებს, სასერტიფიკაციო ორგანოსთან ათანხმებს გამოყენების შესახებ ინფორმაციას აწვდის. რაც შეეხება კონვენციურ სოფლის მეურნეობის მიმდევრებს, ისინი რომ ხედავენ ორგანულ მეურნეობაში დასაშვებია, ასეთ პროდუქციას ჩვეულებრივ პრეპარატებზე უფრო უხიფათოდ თვლიან და აქტიურად ყიდულობენ, რაც ასევე არ არის სწორი. ესენი არის ჩვეულებრივი პრეპარატები. მათი დოზირება ზუსტად უნდა იქნეს დაცული, გამოყენებიდან კი გარკვეული დრო უნდა იქნეს დაცული ნაყოფის მოხმარებამდე. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.